მე-19 და მე-20 საუკუნეების 2000-მდე სააქტო მეტრიკული ეროვნულ არქივს გადაეცა. ეკლესიის მიერ წარმოებულ ჩანაწერებს შორის არის აკაკი წერეთლის, პაოლო იაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა გამოჩენილი ადამიანების დაბადების, ნათლობის, ქორწინების და გარდაცვალების დამადასტურებელი ჩანაწერები. სარეგისტრაციო წიგნი 100 წლის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრში ინახებოდა. 2000-მდე საეკლესიო მეტრიკული წიგნი, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ეროვნულ არქივს გადასცა, მე-19 საუკუნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას ასახავს. ყოველწლიურად გავაკეთებთ მომავალში ამას, როგორც სამოქალაქო აქტის ჩანაწერებს შეუსრულებად 100 წელი გადმოვცემთ ეროვნულ არქივს. რა თქმა უნდა, ეხლა გადმოცემულ დოკუმენტებში არის 100 წელზე გაცილებით დიდი ხნის აქტები, 160 წლის მათ შორის და 180 წლამდე პერიოდის და ამ დღემდე ჩვენთან ინახებოდა. სააქტო ჩანაწერების წარმოება საფუძველი 1814 წელს იმერეთის სინოდში ჩაეყარა. ჩანაწერების შედგენა საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან ერთად შეწყდა. ამ წიგნების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ძალიან საინტერესო სტატისტიკა. მაგალითად, რამდენი ვაჟი, რამდენი ქალი იბადებოდა გარდაცვალების ჩანაწერების მიხედვით, თუ რა დაავადებებით ხდებოდა გარდაცვალება, ანუ რომელი დაავადებები იყო ამა თუ იმ პერიოდში საქართველოს კონკრეტულ კუთხეში უფრო პრობლემატური. აქ არის აკაკის დაბადების დღე, ნათლობის დღე, ახალშობილის სახელწოდება და აკაკის მშობლების სახელი და გვარი. სოფელ ხვიტორის მცხოვრები, როსტომის ძე წერეთელი და ჟულიერი ცოლი მასი, ეკატერინე ივანეს სასული, ორივენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. ეკლესიის მიერ წარმოებულ წიგნში აკაკი წერეთლის, პაოლო იაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის დაბადების, ნათლობის, ქორწინებისა და გარდაცვალების დამადასტურებელი ჩანაწერებიცაა. საეკლესიო მეტრიკული წიგნები ეროვნულ არქივში სელექციას, დეზინფექციას, ექსპერტიზას, რესტავრაციამდე კი ბიოლოგიურ შემოწმებას თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში გაივლიან. საბუთები აღწერის შემდეგ გარკვეული პერიოდით თავსდება სადეზინფექციო კამერაში, შემდეგ ხდება სველი და მშრალი წესით ზედაპირის გაწმენდა სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით და დაზიანებული გახეული ნაწილების შევსება შესაბამისი მასალით. რესტავრაციის შემდეგ სააქტო ჩანაწერები ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება. უძველესი დოკუმენტები ეროვნული არქივის საცავში შეინახება.